ეს არის იმის გარანტია, რომ სახალხო კრების ინიციატორები, ის ადამიანები, ვინც სახალხო კრებას უდგანან სათავეში და ვინც პასუხისმგებლები არიან გადაწყვეტილების მიღებაზე, არ უღალატებენ ხალხს, არ მოატყუებენ ხალხს და უკან არ დაიხევენ. ეს არის ყველაზე მთავარი გარანტია და მეორე, რატომ არ გაუცრუდება ადამიანებს იმედი, ასევე მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა პირველ კომპონენტთან არის დაკავშირებული ჩვენ ხალხისთვის, ეკა, ცრუ ილუზიები არ შეგვიქმნია. ჩვენ არ გვითქვამს ადამიანებისთვის, რომ ჩვენ ახლა 25-ში კრებაზე შევიკრიბებით, მოხვალთ რუსთაველზე და 26-ში საღამოს, ან დილით, ან 26-ში საღამოს სააკაშვილი აღარ იქნება. ჩვენ ხალხს ვუთხარით, თქვენზეა დამოკიდებული. რაც მეტი ადამიანი მოვა, მით უფრო მეტია შანსი, რომ უმტკივნეულოდ სტაბილურობის ესე ვთქვათ, შერყევის გარეშე, ძალადობის გარეშე იძულებული გახდება ხელისუფლება, რომ ხალხს დამორჩილდეს, მაგრამ ამის და მიუხედავად უკაცრავად უბრალოდ დავასრულებ. თუნდაც მოვიდეს მხოლოდ 12500 ადამიანი, რომლის მოსვლაშიც მე უბრალოდ არანაირად ეჭვი არ მეპარებოდა, არც გუშინ და არც დღეს არ მეპარება ეჭვი, თუნდაც ეს ადამიანები მოვიდნენ, ჩვენ ხალხს ვუთხარით, ჩვენ ვიწყებთ 25 ნოემბერს იმ პროცესს, რომელიც აუცილებლად დასრულდება სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟით. რამდენად სწრაფად, ეს არის მოსახლეობის აქტიურობაზე. თქვენ დღეს ასევე განაცხადეთ, თუ კი ქუძე კაცი გამოვიდა ქართველი ხალხის ხმას გააგონებს ხელისუფლებას, ის სწრაფად დამთავრდებაო. რას ნიშნავს ხელისუფლების დამთავრება ამ შემთხვევაში? ხელისუფლების დამთავრება ნიშნავს პრეზიდენტის გადადგომას, ნიშნავს ბუნებრივია ხელისუფლების უმაღლესი პირების გადადგომასაც, იმიტომ რომ ვიცით რა, აქ არ არის სააკაშვილზე მარტო პიროვნულად პრეტენზია, აქ არის იმ სისტემაზე პრეტენზია, იმ სისტემის მიმართ, რომელმაც ეს სიმახინჯეები შემოიტანა, რის წინაშეც დღეს დღევანდელი საქართველო დგას. ბუნებრივია, ხა არავინ არ აპირებს იმას, რომ სააკაშვილი გადადგეს და ასე ვთქვათ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ისე ვანო მერაბიშვილმა და იმ გუბერნატორებმა ჩაატარონ, რომლებიც ასე ვთქვათ, ასრულებენ ამ სისტემის დაკვეთას. იმას, რომ თუნდაც კრების გადაწყვეტილების საფუძველზე სააკაშვილმა მიიღოს გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. კრებამ უნდა შექმნას ისეთი რეალობა და იმდენი ადამიანი უნდა დადგეს ამ მოთხოვნით, რომ თელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი არის თავმოყვარე ერი. იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვართ რეალობაში, ეკა, როდესაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ შარშან სააკაშვილს დასცინოდა უკვე მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტა და ნამდვილად არ მინდა რომ ვინმეს თვალი აეხუიოს იმით, რომ დღეს ხანდახან სააკაშვილი გამოჩნდება ხოლმე რომელიმე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურის გვერდით, მას სერიოზულად უბრალოდ არ აღიქვამენ, მაგრამ არის გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა გადაიდგას, სანამ სახელმწიფოს მეთაური არის ადამიანი, რომ იმ სახელმწიფოსი, რომელთანაც ურთიერთობის გაწყვეტა არ უნდათ, ერთი წლის წინ დასცინოდნენ სააკაშვილს. მე მაშინ ვთქვი, რომ თუ ჩვენ დროზე არ მოვიშორეთ სააკაშვილი მეთქი და ეს ხელისუფლება მალე ჩვენ დაგვცინებენ მეთქი და დღეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოზე და ქართულ ხალხზე გარკვეული კითხვის ნიშნები უჩნდებათ ადამიანებს საერთაშორისო არენაზე, რომლებიც გაოცებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოსახლეობა ითმენს ამდენ ტყუილს, ამდენ აბუჩად აგდებას და იმ სამარცხვინო რეალობას, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს. ევროპაში გითხრეს ეს ოფიციალურმა პირებმა, იქ შეხვედრების დროს გამოჩნდა. არა ერთგზის, არა მარტო ევროპაში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში. შაშან 9 აპრილის აქციების დროსაც კეთდებოდა ოპოზიციის მხრიდან მსგავსი განცხადებები, რომ ხელისუფლება დამთავრდება. რა შეიცვლება ამჯერად? ანუ სტრატეგია არის თქვენი შეცვლილი თუ თვითონ ძალიან ბევრი რამ არის შეცვლილი, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ შარშან მე მესმის ადამიანებისა, როდესაც ადამიანები ეთხოვენ ერთობას, პოლიტიკურ ერთობას და ჩვენ გარკვეულწილად როგორც ჩანს, მაინც შეცდომა დაუშვით, როდესაც პოლიტიკური ერთობა შევქმენით ნებისმიერ ფასად. არ შეიძლება პოლიტიკური ერთობა არსებობდეს იმ ადამიანებისა, რომლებსაც კონკრეტული მიზნის მიღწევასთან დაკავშირებით აქვთ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები. ეხლა იცით, მე არ მინდა ეს სულიად ოპოზიციის შეცდომა იყო? ვფიქრობ, რომ ვიღაცის შეცდომა იყო, ვიღაცის ნებსით თუ უნებლიეთ გადადგმული ნაბიჯი იყო, ხალხში იყო მოთხოვნა ერთიანობის, მაგრამ არ შეიძლება ერთად იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აი ამ მიზნის მიღწევა შეიძლება ერთი ამბობს, რომ მარჯვნივ წასვლით და მეორე ამბობს მარცხნივ წასვლით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად დადგნენ ის ადამიანები, რომელთაც ერთნაირი ხედვა აქვთ, როგორ შეიძლება მიზნის ასეთი ხედვა იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, ვინც არის დღეს დღესდღეობით ნამდვილად ეს არის ეროვნული ფორუმი, ეროვნული საბჭოც, ასევე ეროვნული საბჭო ჯერჯერობით არა, არ მიუღია გადაწყვეტილება. ვერ გეტყვით, სხვათა შორის ძალიან უცნაური კომენტარები იყო დღეს მე რამდენადაც მითხრეს, ახლა არ წამიკითხია, მაგრამ ბატონი კობას მხრიდან იგივე 25-თან დაკავშირებით, მაგრამ ნუ ხა ეს არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ალბათ ბევრი რამ გაირკვევა, ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა დაუკარგო თეთრებს, რომლებიც შემოუერთდნენ ჩვენს სახალხო კრებას და ასე ვთქვათ, შემოერთება ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი ძალებისა, როგორიც არის ვთქვათ
იგივე თეთრები, იგივე ეროვნული ფორუმი, რომელსაც ფორუმთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა ჩნდება. რამ შეცვალა მათი პოზიცია? თქვენ ალბათ გაქვთ ინფორმაცია, იყო საკმაოდ ისეთი პოლიტიკური დაპირისპირება თქვენსა და გუბას სანიკიძეს შორის, დღეს ეს სიტუაცია მოგვარდა, შეიცვალა და ისინი დგანან სახალხო კრების გვერდით. არა, მე არ მქონია დაპირისპირება გუბას სანიკიძეს. თუმცა გარკვეული კრიტიკა ორივე მხრიდან იყო სამწუხაროდ და მე ვთქვი კიდეც და ძალიან ასე ვთქვათ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილებით, რომ მიუხედავად ფორუმის მოწოდებისა არ ჩავერთეთ პირდაპირ დებატებში და თავად ფორუმის დღეს თulis რომ ეს ალბათ სწორი იყო, იმიტომ რომ პირადმა საუბრებმა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მე ვამბობდი კიდეც რომ გუბაზმა რაღაცები არ იცის მეთქი დარწმუნებული ვარ, პირად საუბრებში ჩვენმა შეხვედრებმა და საუბრებმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მოხსნა, თუმცა ბუნებრივია არსებობს ჯერ კიდევ გარკვეული კითხვის ნიშნები, მაგრამ ეს არ არის ამ ეტაპზე ისეთი, ესე ვთქვათ, საკითხები, რომელიც ხელს შეუშლიდა დღევანდელ გადაწყვეტილებას. მე ვთვლი, რომ დასაფასებელია და სწორი გადაწყვეტილება მიიღო ფორუმმა. უფრო უცნაური იყო ჩემთვის, როდესაც სხვა გადაწყვეტილება იყო ფორუმის მიერ მიღებული და ჯერ კიდევ ესე ვთქვათ, დისტანცირებული იყო ფორუმი კრებისგან და ნამდვილად ვთვლი, რომ ფორუმს შეუძლია ძალიან სერიოზული პოზიტიური წვლილი შეიტანოს იმ პროცესში, რასაც 25 ნოემბერს უკვე პროცესის გაძლიერება გვიეხა. მე ნამდვილად შემიძლია ყოველგვარი თავის ქების გარეშე ამ შემთხვევაში ჩემ თავს არ გულისხმობ, მარტო სახალხო კრებას გულისხმობ. ჩვენ პრაქტიკულად მართლაც 95% სამუშაოსი, რაც სახალხო კრებას უნდა გაეკეთებინა, ნამდვილად გაკეთებული გვაქვს. მე წახან გითხარით, რომ ჩვენ ყველა რეგიონში ვიყავით პრაქტიკულად სამცხე-ჯავახეთის გარდა, ღია დიდი შეხვედრა არ ქონია სამცხე-ჯავახეთში, თორემ სამუშაო შეხვედრები იქაც ქონდა. მართლა ათასობით ადამიანს შევხვდით რეგიონებში. ნამდვილად არანაირი პრობლემა იმისი, რომ 25-ში ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდო და ამის პრობლემა ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა ადამიანებისთვისაც ჩვენთვისაც როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ასეთ სერიოზულ პოლიტიკურ ბრძოლაში არ იყო მარტო ყავდეს თანამოაზრეები და თანამებრძოლები. რამდენად ცნობილია სახალხო კრება ღია პოლიტიკური ძალებისთვის? თუ ამ შემთხვევაშიც მოინდომებენ თქვენს გვერდით დადგნენ ის პოლიტიკური ძალები, რომელთანაც მთლად ერთნაირი ხედვები არ გაქვთ. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს თავის დროზე ოპოზიციის შეცდომა იყო. რა ხდება ამ შემთხვევაში? გააჩნია რაშია განსხვავებული ხედვები, ქალბატონო ეკა. თუ არის მნიშვნელოვანი განსხვავებული ხედვები არის. ეხლა იცით რა, მაგალითად მე და ფორუმს განსხვავებული შეხედულება გვაქვს, როგორი მოდელი უნდა იყოს ქვეყანაში მმართველობის. მე ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ფორუმი თვლის, რომ ეს უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა, მაგრამ ეს არის მომავლის გადასაწყვეტი საკითხი. მაგრამ თუ მოვა ისეთი πολιτიკური ძალა, რომელიც სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხზეა თქვენგან განსხვავებულ პოზიციაზე ხელშეუშვით მათ, რომ სახალხო ერთადერთი პრინციპი სახალხო კრებაში ასე ვთქვათ, ხალხის გვერდით დადგომის მე არ მინდა შეგნებულად სიტყვა შემოერთება გამოვიყენო, იმიტომ რომ პოლიტიკოსები მართლაც ცოტა ასე ვთქვათ, მტკივნეულად აღვიქვამთ ხოლმე ესეთ რაღაცებს. ხალხის გვერდით დადგომა, ამ იდეის მხარდაჭერა და ასე ვთქვათ, გნებავთ გაერთიანება, როგორც გნებავთ ისე დავარქვათ. სახალხო კრების პრინციპი იყო ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომლისთვისაც მთავარი ამოსავალი პრინციპი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, მთელი თავისი კომპონენტებით, ნებისმიერი ასეთი პოლიტიკური ძალისათვის სახალხო კრების კარი არის ღიად. ეს არის მთავარი პრინციპები, რომელზეც კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს. როგორ მივახცევთ ამ პრინციპებს? არა, სწორედ აქ მანდ მივდივარ ეკა. ამ პრინციპებს როგორ მივახცევთ? ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. პრინციპული მნიშვნელობა აქვს გარდა აი ამ ჩამოთვლილი კომპონენტებისა იმას, როგორ ხედავენ საქართველოს გადარჩენას ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აპირებენ ან არ აპირებენ კრებაში, ესე ვთქვათ, კრების იდეის მხარდაჭერას. თუ პოლიტიკური პარტია თulis, რომ რა მოხდა, მერე იყოს სააკაშვილი კიდე 2 წელი კი არა, 25 წელი, ასეთ პოლიტიკურ პარტიას უბრალოდ ნამდვილად არაფერი არ ესაქმება და ის თავის ადგილს ვერ იპოვის. თუმცა 9 april's აქციების დროს არ ამგონია რომელიმე ესეთი პოლიტიკური პარტია ყოფილიყო გარეთ, რომელიც მიიჩნევდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი უნდა გაგრძელდეს. შემთხვევაში იყო პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თuliდნენ იმას, რომ არაფერი არ უჭირდა თუ სააკაშვილი ცოტა ხანი კიდე დარჩებოდა ხელისუფლებაში, ან სააკაშვილი თუ წავიდოდა, ვადიმირაბიშვილს გადაბარდებოდა 6 თვით ხელისუფლება. ეხლა ნუ დამასახელებინებთ ამ პარტიებს. არაფერი არ უჭირდა თუ მოლაპარაკების პროცესი დაიწყებოდა და გახანგრძლივდებოდა მოლაპარაკების პროცესი და პანიკური შიში იყო ელემენტარულად ნებისმიერი მოძრაობისა და გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩა თუ დაიკეტებოდა, ან არ დაეკეტათ, ან თუ დაკეტავდნენ ამ გადაწყვეტილების დაცვა შეძლებოდა. ეს არის მნიშვნელოვანი. დღეს კრების ირგვლივ, კრების გვერდით, კრების იდეასთან დგებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვლიან, რომ ყოველი დღე სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ამ ქვეყნისთვის არის დაკარგული. ყოველი დღე ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის არის დამატებითი დამახინჯების, მათი სულიერი დამახინჯების მომტანი. ყოველი დღე არის დამატებითი ადამიანური მსხვერპლი.
როგორც თუნდაც ეს მოხდა ქუთაისში მემორიალის აფეთქების დროს და როგორც აი დღეს გარდაიცვალა რომელმაც თავი დაიცვა. ხო, იცით რატომ დაიცვა თავი? იმიტომ რომ ქალბატონს უთხრეს, როცა მან იკითხა, რომ რა ვქნა ჩემ შვილებს ბალახს ხომ არ ვაჭმევო? არაუშავსო. ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა უთხრა, აჭამე მერე ბალახია. ქალბატონო, ჩვენი საუბრის ბოლოს ძალიან მოკლედ თუ შეიძლება დაიწყება საპროტესტო აქციები 25 ნოემბერს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ხალხის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. თუ იქნება საკმარისი რაოდენობის ხალხი და ხალხი ჩათვლის, რომ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა დაიწყოს საპროტესტო გამოსვლები, ვინა თქვა, რომ საპროტესტო აქციები პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი არ არის. სხვათა შორის არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა ფილარმონიაში და შემდეგ დაიწერა არაერთი ინტერვიუ ბატონ მინდია უგრეხელიძესთან, რომელიც არის ნამდვილად აღიარებული იურისტი და სტრასბურგში იყო საქართველოს წარმომადგენელი წლების განმავლობაში და სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც პირდაპირ ბრძანა, რომ დიახ, როდესაც ქვეყანაში არის რეჟიმი, რომელიც ებრძვის ყველაფერს, რაც არის დემოკრატიული, ფასეული, ადამიანებს აქვს იმის უფლება, რომ ეს მანდატი გამოითხოვონ. დიახ, ქუჩის აქციები არის ერთ-ერთი ფორმა და ნამდვილად შემიძლია გითხრათ ქალბატონო ეკა, პოლიტიკოსმა ყველა ფორმა, რომელიც არის ცივილიზებული, რომელიც არის კონსტიტუციური, უნდა გამოიყენოს და არც ერთ ფორმაზე უარი არ უნდა თქვა. ქუჩის აქციები ერთ-ერთი ფორმა. ყველას ველოდებით 25-ში დიდი მადლობა რუსთაველის გამზირზე 3 საათზე დელეგატებს კი პირველ საათზე. მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ნინო ბურჯანიძე. დღეს ამით გემშვიდობებით. ორ შაბათს 10 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მშვიდობიან შაბათსა და კვირას გისურვებთ. ნახვამდის.